მოგესალმებით ევროპის სახლიდან, სადაც ვიმყოფები ქალბატონ ნინო კირთაძისა და შტეფან ტოლცის ვორქშოპზე. ქართულ კინოდოკუმენტალისტებს, ახალგაზრდა კინოდოკუმენტალისტებს ძალიან კარგი შანსი მიეცათ საკუთარი პროექტები გააცნონ უკვე გამოცდილ და ტიტულოვან რეჟისორებს და მათგან მოისმინონ რჩევები, მიიღონ რეკომენდაციები და პირველი კითხვით გადავალ ქალბატონ ნინოსთან, რამდენად საინტერესოა ქართულ ახალგაზრდა კინოდოკუმენტალისტებთან მუშაობა და ამ პროექტებზეც რომ გითხრათ, როგორც ვიცი, ეს კონკურსის შედეგად შერჩეული პროექტებია, ხომ? კონკურსიც რომ ცოტა გითხრათ? ნუ ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება აქ ყოფნა, იმიტომ რომ რაც წასული ვარ საქართველოდან და უკვე ეს დაახლოებით 17 წელია, პირველად მიხდება ამისთან რამის კეთება საქართველოში. ხო და ყოველთვის აი სხვა ქვეყნებშიც როცა ყოფილ ვარ, ეს დოკუმენტური პროექტები გაგებინებს ქვეყნის მაჯის თემას აუცილებლად და უფრო გაცილებით მეც ყვება ვიდრე ვთქვათ ნებისმიერი სხვა რამ გინდათ მხატვრული კინო. იმიტომ რომ ნუ მე დარწმუნებული ვარ რომ მხატვრული კინო თავის წყაროს იღებს აუცილებლად დოკუმენტურიდან და იმიდან რაც ხდება სინამდვილეში. ხო და აღრთოვანებული ვიყავი იმითი თუ რა ენთუზიაზმით უდგებიან საერთოდ ლიანი ორივე ჯგუფი, ჩემიც და სტეფანიც და ნუ ძირთად მუშაობა მიხდება ჩემ ჯგუფთან. აი ამ ხელა იმედი აქვთ და ეს რასაკვირველად დიდი პასუხისგებლობაც არის და ის პროექტები რაც არის წარმოდგენილი, ნუ სხვადასხვა ეტაპზე არის. ახლა ერთი ფილმია, რომელსაც ძალიან იმედი მაქვს, რომ ეს ფილმი შორს წავა, არ ვამბობ შეგნებულად სახელს. ცოტა ჭირდება პრინციპში ჩემგან, უფრო სტრუქტურაში არის პრობლემები. სხვა ფილმები არიან უფრო, როგორ ვთქვა, ცოტა მყიფე საფუძველზე, უფრო დაკონკრეტება ჭირდება, ვთქვათ, ისტორიას, სტრუქტურას და რაც თავარია დრამატურგიას. ხო და იმედი მაქვს, რომ აი რაღაცნაირად შევძლებთ ამის დალაგებას, სამი შეხვედრა გვექნება, საკმაოდ დიდი შუალედით და თვითონ ეს რეჟისორებიც ეს ყოველთვის ესეა, როდესაც პროექტზე მუშაობდა ვინმე ერთვება გარეშე თვალი, თვითონ ადამიანისთვის იზრდება დისტანცია, სწორი დისტანცია კვიდრდება მასა და სამუშაო მასალას შორის და ამიტომ უკეთესად ხედავენ სად შეუძლიათ რომ წავიდნენ. ხო და პოტენციალი მე ვფიქრობ რომ საქართველოს ნამდვილად არის ოქროს ზოდი იმისთვის რაც არის დოკუმენტური კინო. და კარგია თუ ეს ძალიან კარგი ინიციატივაა, მე ვფიქრობ აი ამ ვორქშოპების დაწყება. ძალიან დიდი მადლობა ბატონ შტეფანთან გადავინაცვლებ. ბატონ შტეფან, თქვენ როდესაც იყავით მათ ასაკში, რამდენად კარგი იყო და თქვენთვის დამხმარე ეს რეკომენდაციები, რომელსაც იღებდით გამოცდილი კოლეგებისგან. თუ იყო რაღაც ზედმეტი ჩარევა ეს და გაშორებდათ იმ პირვანდელი აზრისგან, რაც ჰქონდათ ფილმის გადაღების დროს. ნუ პრინციპში ეს ასაკის შეკითხვა არ არის, მე მგონი ახანდახანდა. არიან პროექტები, რომლებიც რეჟისორები, ეხლა ხავთ, რომლებიც არიან ახალგაზრდები, მაგრამ არიან რეჟისორები, რომლებიც უკვე რამდენიმე ფილმი აქვს გადაღებული, მაგრამ მაინც მე მგონი რეკომენდაცია არ არის მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, მაგრამ კოლეგების შორის. იმიტომ სხვადასხვა მხედვა ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მხატვრული კინოს, მაგრამ მხატვრული დოკუმენტურ კინოს, რაც ეხლა რას ვლაპარაკობ, საუბარი არის ამაზე. ზუსტად როგორც ნინო კარგად მომთქვა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს პერსონალური მხედვა. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ თქვენ თვითონაც დარწმუნდით, რომ ქართულ კინოდოკუმენტალისტებს ძალიან გაუმართლა, რომ რეკომენდაციას ასეთი ორი გამოცდილი და ტიტულოვანი რეჟისორისგან იღებენ და ვინც ის იქნებ მომავალში ამ პროექტებიდან ზუსტად ერთ-ერთი გახდეს სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებულიც.